Onko-პაციენტებს გვექცევიან ისე როგორც კლიენტებს და არ გვექცევიან ისე რომ ჩვენ ვართ onko-პაციენტები, რომლებსაც სჭირდება დროული მკურნალობა, დაფინანსება არის უდიდესი პრობლემა, გადაღებები არ გვაქვს უფასო. გაძლევენ ერთ ფურცელს, გეუბნევიან აქ მიდი, მერე იქ მიდიხარ, იქ გალოდინებენ, მერე აქ არ უნდა მოსულიყავი, იქ უნდა წახვიდე, იქ მიდიხარ, კიდეთ გახარ, ამასობაში დროს კარგავ. ფასებს რო ადარებ, ისეთი ფასები გვაქვს, ჯერ მარტო პეტ გადაღება, რომელიც 3500 ლარი ღირს და თურქეთში მაქსიმუმ $800. ამას უნდა ელოდო, სადაც ჩაწერილი ხარ, მერე იქ ან დაგიფინანსებენ, ან არ დაგიფინანსებენ და ჩემ შემთხვევაში მე მაქვს სარკომა, საშვილოსნო სარკომა მეოთხე სტადია და ექიმმა მითხრა, ჩემმა ონკოლოგმა მითხრა, რომ შენი მკურნალობის დრო არის ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ მომწეს დღეების სიცოცხლე და მე როგორც onko-პაციენტი რო ველოდო ამ დღეებს, კი არა და რომელიც თვეები გრძელდება, ფიზიკურად დრო არ მაქვს. ჩვენ ვითხოვთ რეფორმას, იმ რეფორმას, რასაც შარშანაც ვითხოვდით და შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ვითხოვთ ღია შეხვედრას მინისტრთან ექსპერტების ჩართულობით, რადგან ყველაფერი განვიხილოთ მედიების თანასწრებით, მთელმა საზოგადოებამ გაიგოს, რაში არის პრობლემა. ვითხოვთ ინოვაციური მედიკამენტების დამატებას, ვითხოვთ კვლევების დამატებას, რომელიც აუცილებელი არის პაციენტის სიცოცხლისთვის. ასევე ვითხოვთ ჰოსპისების გამართვას და პალიატიური მზრუნველობის უზრუნველყოფას და სოციალურ დახმარებაზე ასევე პრობლემა ექნებათ პაციენტებს, onko-პაციენტებს, ეს ეხება პენსიის დანიშვნას და ესეც არ უნდა იყოს პრობლემა და რა თქმა უნდა სამინისტრომ ესეც უნდა გამოასწოროს და პაციენტებთან კომუნიკაცია, რაც მათ არ აქვთ, ესეც აუცილებლად გამოსასწორებელია, რადგან უფრო მეტი ადამიანი არ დავკარგოთ თუ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე და პაციენტები ვეღარ წავლენ ევროკავშირში სამკურნალოდ, ძალიან სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს ამას. შეხვედრა არც არასდროს არც პრობლემაა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება ეს პოლიტიკური საჯილდაო ქვად იქცეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა ან არ შეხვედრა. არ მგონია, რომ ჯერთი ონკოლოგია ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთფობის მცდელობები უნდა აფიქსირონ. ეს ძალიან ცუდი საქმეა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო ონკოლოგიური პაციენტებისთვის მხარდაჭერის თვალსაზრისით. მე მგონია, რომ ამ კუთხით რიცხვები მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ თუ კი რამდენიმე წლის წინ 50 მილიონს არაჭარბებდა onko-პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, დღეისთვის ეს თითქმის 300 მილიონს უტოლდება. არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ქონიათ და არ ვიცი რისთვის შეიძლება სჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მათ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის.